ჩერდი სოსო ჩაგვარდი აზრი არა აქვს წინააღმდეგობის გაწევა დროზე ცოცხლად გაინძერით მძვრებო გააღე კარები ჩაგვარდი მოიცა გავეკეცით ამ მეფის ლეკვებს სამი წლის მანძილზე სწორედ ამ დაზგაზე ბოლშევიკებმა 138,325 პროკლამაცია, გაზეთი და ბროშურა გამოსცეს. გაზეთი არის არა მარტო კოლექტიური პროპაგანდისტი და კოლექტიური აგიტატორი, არამედ კოლექტიური ორგანიზატორი. ამ გაზეთს უძღვნით ჩემს უძვირფასეს ამხანაგებს, ჩემთან ჭირში და ხინში შეზრდით. რკინის გრდემლივით ცეცხლში გამოწრთობილ. მეცნიერების განმათავისუფლებელთ და დროშის მატარებელთ. რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ყოველი შეგნებული მკითხველი სიამოვნებით შეეგებება ამგვარ გამოცემას. ბრძოლა უნდა დაიწყოს დღეს, რადგან დაგვიანება საერთო საქმისათვის მხოლოდ ზარალი იქნება. 75 წელი გავიდა, რაც მგზნებარე რევოლუციონერების კერაავლაბარში მუზეუმად გამოცხადდა. დღეს სტამბას ორი თანამშრომელი ხელმძღვანელობს: დირექტორი და დარაჯი, ჟიული და სოსო, როგორც წლების წინ საბჭოეც, ლენინი და სტალინი. ჯანმრთელობა. კაი კინოა რა ჟიული. ნოსტალგია მომეწალა ახლა რო გამახსენდა ის ცხოვრება. საბჭოთა მთავრობა, კომუნისტური პარტია, როგორც ცდილობდნენ, ესე იგი, სოფლის მოწყობას. და აი ამ მომენტში სწორედ ტრადიციების ღვევის დრო მოვიდა, ესე იგი, ძველი ტრადიციების. დაწერე განცხადება და წადი აქედან. წადი სანამ ცუდი აბა გიტყდებოდეს. იქ ოჯახები აქორწინებდნენ მაშინ წინასწარი შეთანხმები და ყოველგვარი ქალთან არავითარის არ აქონა ქალსაუქლები. პატარობიდანვე? პატარობიდან. ნიშნავდნენ მის და გოგოს.
ქვითანას. ბორის რაჯდენოვიჩი. ისმენ ბორს. ხო. მოდი, არა აქვს მოგესწრო. ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი. მოგცემდით. მოგცემდით. კინო დამთავრდა და თუ გაზეთები არის, ახალი პრესა თუ არის, მოიტან ერთი განახოთ. ეხლავე სტამბაში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ არაფერი შეცვლილა, ისევ როგორც ბევრი ადამიანის ტვინში. აქ ბელადებთან ისევ მიხაკები მიაქვთ. ტელევიზორში კი კომუნიზმის აღმშენებლობაზე გადის ფილმები. ისმენ. დიახ. კი. გასაგებია. მოგზაურე. აი ახალი გაზეთები შეიძლება? მოგზაურე. კარგია. ეს დღეს მოვიდა, ხო? დიახ, ახალია. Сталинский призыв услышан. Пополнится отряд коммунистов Ленинского района отделения КПРФ Красноярска. Только первичка, возглавляемая Александром Власовым, в последнее время приняла в свои ряды 8 человек. Примечательно, что в основном это молодые люди от 22 до 40 лет, рассказывает Власов. У них нет достаточного опыта жизни при советской власти. Каждый по-своему приходит к выводу, что в нынешней российской действительности надо многое менять. Вот и приходят к нам. Кто они? Служащие, предприниматели, рабочие. ეს არის ევროპული ნაწილისა და ნაწილი ციმბირამდეს, ესე იგი ურალამდეს არის რუკა. იმ რევოლუციური საქმიანობის ადგილებისა, რომლებიც გაერთიანებული იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის შემადგენლობაში. და ესეთი ნიშნულები, სადაც არის გადაცემული, ეს რუსეთისა, ციმბირის და ისა, ეს ევროპული ნაწილი. ეს შუა აზიის აშხაბადი იცით ახლა თქვენ ალბათ იცით კრასნოვოდში 26 კომისარი დახვრიტეს ბაქოსი. ყველგან იყო რევოლუციური დიდი ორგანიზაციები და ამ სტამბას თვითონ ჰქონდა კავშირი თითქმის ყველასთან. რომლის ხელმძღვანელი თქმარათუნა სტალინი და ცხაკაია იყვნენ. ბოჭორიძემ შემოიარა მთელი თბილი და მოვიდა ამ ადგილას, სადაც ახლა არალეგალური სტამბა, ცხოვრობდა იგივე სავაგონო დეპოს ზეინკალი იყო. რევოლუციონერი და მოვიდა და უთხრა როსტომაშვილი, დავით როსტომაშვილი იყო. დავით მთელი თბილისი შემოვიარეთ, ეს ადგილი მომეწონა ყველაზე მეტად. პარტიამ გთხოვა არალეგალური სტამბის ორგანიზება და აი მოვედი აქ და რა სიტყვიო, პარტიის თხოვნა ჩვენთვის ბრძანებაო. საღამოდ შეიკრიფნენ და მithom პურმარილზე გადაწყვიტეს ეს საკითხი. აი ეს არის გეგმა შეადგინეს აი ამ არალეგალური სტამბის შენობის მშენებლობისა. აქ ჭაში ჩაუშვეს 8 მეტრიანი კიბე. აქაც გაუკეთეს თაღი ამ ხელოსნება თვითონ თაღი გაუკეთეს, ესე იგი 3 მეტრანახევარზეა სიმაღლე და დააყარეს მიწა ზემოთ. მერე მეორე ჭისხრელი მოიყვანეს და ამოათხრივნეს მეორე ჭა. ჩავიდნენ უკვე 17 მეტრანახევარზე ჩავიდნენ წყლამდეს. ის ჭისხრელის გაუშვეს და მერე თვითონ ამათ ეს ჭა, აი აქედან ჭიდან ჩადიოდნენ, გააკეთეს გვირაბი
ორ ჭის დამაკავშირებელი. ბელადი და მისი თანამოაზრეები ფარდულში ჭიდან 14 მეტრის სიღრმეზე ეშვებოდნენ, საიდანაც პატარა გვირაბის დახმარებით მეორე ხვრელში შედიოდნენ. 8 მეტრიანი კიბით კი რევოლუციონერები არალეგალურ სტამბაში ხვდებოდნენ. Я прошу, хоть ненадолго, грусть моя, ты покинь меня, облако, сизым облаком, ты полети к родному дому. კვირაში ერთხელ ეგზალტირებული დირექტორი სიტყვით მიმართავს დარაჯს. სოსო კი უკვე 30 წელია მორჩილად უსმენს ჟიულის გამოსვლას. დღეს ჩვენ კომუნისტები და თქვენი დროის მაცხოვრებლები ვქადაგებთ თქვენი მართლობის სისტემის აღდგენას. ეს იქნება კაცობრიობის მომავლის გაუმჯობესება უცილებლად. და ხალხსაც მივმართავ ახალგაზრდობას განსაკუთრებით. ირწმუნო სტალინის იდეები, ირწმუნო თვითონ სტალინი და მით უმეტეს ქართველებმა ყველაზე მეტად უნდა დააფასონ, რომ ის იყო ჩვენი ერის, ჩვენი სისხლის ნამდვილი განსახიერება. გასაგებია სოსო. Созрели вишни, наклонясь до земли. ბელადის ქალაქში მას ყველა იცნობს. ანა კაიდარაშვილი სტალინის მუზეუმის თანამშრომელია. მისთვის კი სოსელო არა მარტო თანაქალაქელი და დიადი ბელადი, არამედ ქალბატონს აქვს ამბიცია რა. აჰა, პაპასაც მოვეფერი. წელია რაც ამ სტალინის სახელმწიფოში დავიწყე მუშაობა უნიფორმით, ამ სტილით. ვანსახიერებ იმ ეპოქის ქალბატონს. ურარი ყვარებოდა. ქართველი მამაკაცის ეგ არის პირველი. საქართველოს შინაგასაქმეთა სამინისტროს არქივში, ყოფილი პარტიული ორგანოების არქივში ინახება ერთ-ერთი უნიკალური დოკუმენტი, რომელიც მომზადებული არის 1958 წელს. ეს დოკუმენტი, რომელიც შედგება წერილისაგან და 5 ფოტოსურათისაგან, გაგზავნილი იყო საქართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანის სახელზე. აი ეს არის თვითონ ის წერილი, რომელიც შემოვიდა კანდიდ ჩარკვიანის სახელზე. სეკრეტარიულ ЦК-ВКП გრუზია. ატ-არქიტექტორა კირაკოსიანა ბაგდანა მურადოვიჩა. ბატუმი ულიცა რუსთაველი 21. ეს იქნება ყველა დროის ყველაზე დიდი მონუმენტი, ზღვის დონიდან 350, ხოლო მიწიდან 96 მეტრი. ასე იწყება ЦК-ს პირველი მდივნის კანდიდ ჩარკვიანის სახელზე გაგზავნილი წერილი 1958 წელს, სადაც ბათუმელი არქიტექტორი კირაკოსიანი კანდიდ ჩარკვიანს სტალინის მასშტაბური ქანდაკების დადგმას თავაზობდა. ქანდაკება 96 მეტრი უნდა ყოფილიყო და მამა დავითის მთაზე, დღევანდელი სატელევიზიო ანძის ადგილას დაედგათ. პარტიულმა ორგანოებმა იდეა კირაკოსიანს მოუწონეს და საქმის უფრო დეტალურად შესწავლაც დაიწყო.
არქიტექტორი ყველა დროის ყველაზე დიდი მონუმენტის დადგმაზე 6 წლის მანძილზე მუშაობდა. სტალინის მსოფლიო მასშტაბის ქანდაკებას თავისი ზომით უნდა დაეჩრდილა თავისუფლების ქანდაკება ნიუ-იორკში და ქრისტეს ქანდაკება რიოში. ბათუმელი არქიტექტორი მხოლოდ მასშტაბური ქანდაკებით არ შემოიფარგლა. ბელადის ძეგლამდე მისასვლელი გზაც არანაკლებ მასშტაბური უნდა ყოფილიყო. დოკუმენტში მითითებულია 72 ხიდი, რომელიც ქანდაკებასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ხიდები ორთაჭალიდან დღევანდელი რუსთაველის მეტრომდე გაიდებოდა. მონუმენტისთვის კირაკოსიანი უკვე საგანგებოდ ქვასაც ეძებდა. ძეგლამდე ასასვლელი მოედანი მასშტაბურობითა და არქიტექტურული ნახაზით ვატიკანის წმინდა პეტრეს მოედანს უნდა დამსგავსებოდა. კირაკოსიანის დოკუმენტი 3 თვის განხილვის შემდეგ უპასუხოდ დატოვეს. ბათუმელი არქიტექტორის წერილზე დღეს მხოლოდ კანდიდ შარკვიანის ხელმოწერა გადარჩა. ყველა დროის ყველაზე დიდი მონუმენტის მშენებლობა თბილისში, როგორც ჩანს, მაშინ თავად ბელადმა არის სურვა.